ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნებამ უკლებლივ ყველა სამაჟორიტორო ოლქი მოიგო და პროპორციულ ნაწილშიც აქამდე არნახული უმრავლესობა მოიპოვა. ოზურგეთის საკრებულოში ლელომ და პარტიამ გახარია საქართველოსთვის პროპორციული სიიდან თითო კანდიდატის გაყვანა მოახერხეს. დიდი ალბათობით ოპოზიცია ამოწვევის საკრებულოში ფრაქციის შექმნასაც ვერ შეძლებს. პარტიაში გახარია საქართველოსთვის უკეთეს შედეგს ელოდნენ, მაგრამ როგორც გიორგი სირაძე ამბობს, რახან არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, შესაბამის პასუხისმგებლობასაც იღებენ. რავი, მოლოდინები როგორ გაამართლა ამ არჩევნებმა, ფაქტია და შედეგსაც უკეთეს ველოდებოდით. მაგრამ რაც არის თუ შევდივარ და ვიღებთ მონაწილეობას, მე შედეგებსაც ვიღებ და პასუხსაც ვაგებ და ჩემს შესვლას რაც შეეხება, ეგეც მოულოდნელი იყო, არ მეგონა რომ მარტოშიც მოხდებოდი საკრებულოში, მაგრამ პასუხისმგებლობა არის უდიდესი და იმის თქმა შემიძლია რომ კიდე რაღაც მოლოდინის რეჟიმში ვართ, მაგრამ ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული, მგონი 14-ში უნდა იყოს წესით რა როგორ იქნება და რამდენადაც ვიცი ლადოს გარდა არავინ არ შეებოდის ის საკრებულოში და ფრაქციის სახით ჩვენ ვერ გვექნება მინიმუმ 3 ადამიანი ჭირდება ფრაქციას და თანამშრომლობის სახით ნებისმიერთან კალიხილება თანამშრომლობა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ და კარგი საქმეების გასაკეთებლად და მათ შორის რა თქმა უნდა ლადოსთანაც. ლადო ქვილორია ლელოდან ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ნამდვილად არ ჩატარებულა. რაც შეეხება საკრებულოს, აპირებს, რომ ოპოზიციონერ კოლეგასთან თანამშრომლოს და მოსახლეობის ინტერესების გატარებაზე ისრუნოს. დაახლოებით 96 წლის შემდეგ არჩევნებს უყურებ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არც ადროს არ ქონია მართველ პარტიას ამ დონის პროცენტი 86% და თქვენს კარგად მიხდებით, რა დონის დემოკრატიულადაა ჩატარებული არჩევნები. მეც არ ვიტყვი. მართალია ვერც ფრაქციას ვერ ვქნით, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ, თანამშრომლებთ ერთად, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გავამართლოთ ამ ორჩეველთა იმედები და რაც დღეს ხალხს უჭირს, ოზურგეთლებს უჭირს, მაქსიმუმ გავიტანოთ საკრებულოს ხდომებს. სოციალური პრობლემები, ინფრასტრუქტურული პრობლემები, უმუშევრობა, რაც ყველაზე დიდად აწევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, დაცლილია ფაქტიურად მაგ მიმართულებით, რომ სამუშაო ადგილები არ არის და საზღვარგარეთ გადის ჩვენი მოსახლეობა. თან იმ ევროპაში, რომელი ევროპაც ჩვენ მართველ პარტიას არ უნდა. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს საბოლოო შემაჯამებელ ოქმს, რომლის შემდეგ 2 კვირის ვადაში საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდება. სავარაუდოდ პირველი სხდომის ჩანიშვნა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი.